აი მაგალითად ზეც ხმარობთ ხშირად მომატებულია, ყავაზე მომატებულია ფასები. თითქმის ყველაფერზე თან დღითი დღე იმატებს. ერთ კვირას რომ მიხვალ მაღაზიაში რაღაც ფასს მისებ, ერთი ლარით მომატებულია მეორე კვირას უკვე. ასე აფასებენ გორში ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეები დასმულ კითხვას, რა გაძვირდა და გაიაფთა ბოლო თვეებში. 2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის მიხედვით აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა. თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0%-ით განისაზღვრა. საქსტატის თანახმად პროდუქტებს შორის თებერვალში წლიურად ყველაზე მეტად კომბოსტო გაძვირდა ფასის მატებამ 73.1% შეადგინა, ხოლო მეორე ადგილზეა მწვანელი 46%-ით. ამის შესახებ კითხვა გორში რიგით მოქალაქეებს დაუსვით, რომელთა აზრიც არაერთგვაროვანია. ნაწილი ამბობს, რომ ფასები არ გაზრდილა და მკვეთრი ცვლილება არ შეიმჩნევა, თუმცა ნაწილის აზრით პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა. რამეზე თუ დაიკლო ფასები? შაქარი ერთი ვიცი რომ შაქარი არის იგივე რასაც ვაძლევდი იგივეს ვაძლევ, ვაშლი რაღაცა ეგეთი რაღაცეები მწვანილი ყველაფერი ძვირია. არ ვიცი. თუ მოიმატა ფასებმა? მე სადაც ვყიდულობ არა, მაგრამ ერთი პური არის ლარი და 10 ღირდა და ლარი და 20 ყიდიან 2 დღეა. და ისე ზოგადად ხილზე და ბოსტნეულზე თუ მოიმატა, ან ზოგადად ყველაფერმა მოიმატა რა არის ისე. აბსოლუტურად ყველაფერმა. ხელფასის გარდა. რამდენადაც ვიცი. წამლებზე რომ ამომატებული ვიცი და დანარჩენი არ არის. აი პურზე მოიმატა თუ მოიმატებ? არა, პურზე არ მომატა. პურზე იგივე ფასი არის. რასაც ვაკვირდები, ყველაფერში მომატებულია, რა ვიცი, დილას გავიგე პურიც უნდა გაძვირდესო. კი, აი ხილზე უფრო მოიმატა ფასებმა თუ ბოსტნეულზე? აი რამის ხო არ გამოყოფთ კონკრეტულად? არა, კონკრეტულად არ გამოვყოფდი და ყველა რაიცაც გადავხედე, სულ ყველაფერზე მომატებულია ფასები. რა ვიცი, დაკლებით რა გითხრათ, ერთ დღეს დაიკლეს, მეორე დღეს სევის ფასებია და მომატებულია. ეთობლობაში არაფერი სხვაობა არ არის. ადგილზე გადანა ჯამი არ იცლება, ასე არის. მაღაზიები მოიმატა ფასებმა ხილზე, ბოსტნეულზე თუ რას გამოყოფთ? უფრო ბოსტნეული არის გაძვირებული, ზამთარია, მაინც ესეთი პერიოდია და ეს ბუნებრივია ესეთი. აი პურზე? პურზე რა ვიცი, ახლა მაინც ძვირია პური, როგორც პირველი მოთხოვნილება ეგ არის. თუ დაიკლებ და ვინ დააკლებს, არა მგონია. ყველაფერზე მომატებულია შვილი, აბარაზია იაფი. ყავა რომ მოიმატებს, ზეთი რომ მოიმატებს, ყველაფერზე მომატებულია. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ პროდუქტების ათეულს, რომელიც თებერვალში წინა წლის თებერვალთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა. კომბოსტო 73.1%, მწვანილი 46%, კივი 45.3%, მანდარინი 26%, ნიორი 23.5%, ბადრიჯანი 21.2%, პორტოხალი 21%, მზესუმზირის ზეთი 20%, წიწაკა 16.5%, კიტრი 16%.